საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის. ეკლესია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს კანონი ამ ფორმით და გადადოს განხილვა. საპატრიარქოს განცხადებას უკვე უპასუხა პარლამენტმა. უმრავლესობის ცალკეული წევრები თვლიან, რომ კანონპროექტის განხილვა არ უნდა შეჩერდეს, რადგან მათი აზრით ეს ევროკავშირის ის რეკომენდაცია, რომელიც უნდა შესრულდეს. ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც. გიორგი ფუტკარაძე ჩაგორთვება მოაბის სტუდიიდან. გიორგი, როგორ არის მხარების პოზიციები? თამარ, ჯერჯერობით მაინც პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა საპატრიარქოს მოთხოვნა, რა ბედიელის საბოლოო ჯამში კანონპროექტს გადაიდება თუ არა ხვალიდან მისი განხილვა, რაც შეეხება უმრავლესობის ცალკეულ წევრთა მოსაზრებებს. ისინი აცხადებენ, რომ კანონპროექტის შექმნის დროს გათვალისწინებული იყო ყველა მხარის, მათ შორის საპატრიარქოს პოზიცია და შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს. ანალოგიური მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობასაც. ეს კანონპროექტი არის ყველა მხარის მოსაზრებების გაზიარების ნიმუში. იქ არის ასახული როგორც საპატრიარქოს მოთხოვნები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები. მაგრამ, როდესაც ამ კანონპროექტს მსჯელობთ, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ აქ ამოსავალი არის უმცირესობების უფლებების დაცვა და ნებისმიერი წინადადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ამ ინტერესთან და მიზნად ისახავდეს იქნება უმცირესობების ინტერესების შეალახოს, პარლამენტმა არ უნდა გაითვალისწინოს.